განვაგრძობთ გამოშვებას. რუსეთის კიდევ ერთი სპორტული მცდელობა აფხაზეთი ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს. სანქტ-პეტერბურგში გამართული ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს 13 წლამდელთა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა და რომელშიც დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით აფხაზეთის დინამოც ასპარეზობდა. დინამო თბილისში აცხადებენ, რომ ტურნირში აფხაზეთის სახელით გუნდის მონაწილეობის შესახებ ორგანიზატორებისგან წინასწარ არაფერი იცოდნენ. სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულ 13 წლამდე ფეხბურთელთა ტურნირზე, სადაც თბილისის დინამო გამარჯვებული გახდა, სოხუმის დინამოც მონაწილეობდა. გუნდი ტურნირში აფხაზეთის რესპუბლიკის სახელით იყო წარმოდგენილი. ტურნირის გახსნის ცერემონიაზე მოზარდები აფხაზეთის დროშით წარსდგნენ. საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისში აცხადებენ, რომ ორგანიზატორებისგან ამ ფაქტის შესახებ არაფერი იცოდნენ და წინასწარ გამოგზავნილ პროგრამაში მონაწილე გუნდებს შორის სოხუმის ფეხბურთელთა გუნდი არ ფიგურირებდა. დინამოს პრესატაშეს განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ისინი კენჭისყრის შედეგად უშუალოდ აფხაზეთის დინამოს დაუპირისპირდებოდნენ, ტურნირს პროტესტის ნიშნად დატოვებდნენ. ამ გუნდთან აფხაზეთის სახელით, აფხაზეთის დროშის ქვეშ თბილისის დინამოს არასოდეს არსად არ უთამაშია და მერწმუნეთ არც ითამაშებს. კონკრეტულად ამ ტურნირზე თუ მოხდებოდა ისე, რომ ჩვენს გუნდს მოუწევდა სოხუმის დინამოსთან დაპირისპირება, ჩვენი გუნდი ოფიციალურად პროტესტის ბოიკოტის ნიშნად დატოვებდა ამ ტურნირს. სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიიღებდა თუ არა თბილისის დინამო რუსეთში გამართულ ჩემპიონატში მონაწილეობას, გუნდის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია და ამაში ვერც ფეხბურთის ფედერაცია და ვერც სამინისტრო ვერ ჩაერეოდა. რომ ეს კერძო კლუბის გადასაწყვეტია, რომელ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებებს და ოლიმპიურ ნაკრებს, რა თქმა უნდა, ამას სამინისტრო წყვეტს და შესაბამის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად. ჩემი პირადი აზრია, რომ კარგი იქნებოდა კლუბი გაერკვიოს წინასწარ რა ღონისძიებაში და რა სპორტულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას და ვინ არიან აქ მონაწილე გუნდები. ისე კი ჩემთვის ცნობილია, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაც არ აღიარებს აფხაზეთს როგორც დამოუკიდებელ სუბიექტს და შესაბამისად მას არანაირი ფეხბურთის ფედერაცია არ ყავს. სანქტ-პეტერბურგში გამართულ 13 წლამდე ფეხბურთელთა ტურნირზე თბილისის დინამოს ფეხბურთელებმა მოსკოვის დინამოს ძლია. მოზარდები საქართველოში კვირას დაბრუნდნენ. მათ დინამოს პრეზიდენტმა ეროვნულ სტადიონზე უმასპინძლა და სამახსოვრო საჩუქრები და მედლები გადასცა. ჯერჯერობით უცნობია მოამზადებს თუ არა საგარეო უწყება საპროტესტო ნოტას, რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის ქმედებებს ოკუპირებული სახელმწიფოების მიმართ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მოსკოვი აფხაზეთსა და ოსეთს სპორტულ ღონისძიებებში დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის უფლებას აძლევს. ცოტა ხნის წინ რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სოჭის ოლიმპიადის რეგისტრაციის ბაზაში ცალკე სახელმწიფოებად შეიყვანა.